საპატურაის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს უკვე შეხვდა სამხრეთ კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი შეხვედრებს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთანაც გამართავს. ქვეყნის მთავარ დიპლომატთან შეხვედრის შემდეგ ჯეიმს აპატურაიმ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. სოფო მაკაცარია განაგრძობს თემას. სოფო, რა განცხადებები გაკეთდა? შეხვედრის შემდეგ მართლაც გაკეთდა განცხადებები. ჩვენ მაია ფანჯიკიძისგან შევიტყვეთ, რომ ველსის სამიტზე, რომელიც დაგეგმილია 4 სექტემბერს, გაემგზავრება საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც მიიღებს მონაწილეობას ISAF-ის შესახებ შეხვედრაში, რომელიც 4 სექტემბერს გაიმართება. გარდა ამისა, რაც შეეხება კონკრეტულ დელეგაციას, ჯერჯერობით დაგეგმილი არ არის ვინ გაემგზავრება, რადგან არ არის კონკრეტული ღონისძიებები დაგეგმილი ველსის სამიტზე. სავარაუდოდ გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალი, სადაც მონაწილეობას მიიღებს მაია ფანჯიკიძე და ასევე თავდაცვის მინისტრების მინისტერიალი, სადაც მონაწილეობას ირაკლი ალასანია მიიღებს. ჩვენ რამდენჯერმე ჩავეკითხეთ მაია ფანჯიკიძეს, თუმცა მას კონკრეტულად არ უთქვამთ ჩვენთვის სიტყვები, რომ პრემიერ-მინისტრი არ გაემგზავრება ველსის სამიტზე. ამ კითხვაზე ჩვენ მან გვიპასუხა, რომ მისი კომენტარიდან უკვე ნათლად გამოჩნდა ამ კითხვაზე პასუხი. რაც შეეხება გაეროს ასამბლეას, რომელიც გაიმართება სექტემბერში, იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიწვეულები არიან პრეზიდენტის და პრემიერის. მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ კონკრეტულად საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგეგმა პრემიერის ვიზიტი შეერთებულ შტატებში, რადგან ამ მოთხოვნით მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრემიერის აპარატმა და მათ არ დაუგეგმავთ პრეზიდენტის ვიზიტი, თუმცა ჩვენ TV3-მა გადავამოწმეთ პრეზიდენტის პრესსამსახურთან და აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტიც გაემგზავრება შეერთებულ შტატებში გაეროს ასამბლეაზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ კარგი იქნება თუ კი ISAF-ის შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება 4 სექტემბერს და რომელშიც საქართველოს ყოველთვის მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი. იქ არის დაახლოებით 60-მდე, 70-მდე მონაწილე ამ სამიტის. ასევე ჯეიმს აპატურაიმ ჩვენთან საუბარში გააკეთა კომენტარი გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით, როგორც ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ამბობს, კარგია თუ სამართლებრივ ჩარჩოებში გაგრძელდება პროცესები, თუმცა თავს იკავებს იმისგან, რომ ისაუბროს პოლიტიკურ მხარეზე ამ დაკავების. I did meet, of course, with ნატოს პოზიცია არის, რომ სამართლებრივი პროცესები პოლიტიკისგან გაიმიჯნოს. ნატოს გენერალურმა მდივანმა არაერთხელ თქვა, რომ საგამოძიებო მოქმედებები პოლიტიკისგან დამოუკიდებლად უნდა წარიმართოს. მე გავეცანი სხვადასხვა უწყებების ინფორმაციას. შეხვედრა მქონდა გიგა ბოკერიასთან, რომელსაც დიდი ხანია ვიცნობ. დღეს ასევე ჯეიმს აპატურაის შეხვდა ირაკლი ალასანიასაც, საქართველოს თავდაცვის მინისტრს. მათ ისაუბრეს დაგეგმილ ველსის სამიტზე, თუ რას მიიღებს საქართველოს ველსის სამიტიდან. როგორც ჩვენ მინისტრებმა გვითხრეს, ველსის სამიტზე მიღებული შეთავაზების შედეგები ასეთი იქნება: მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში. So thanks for being very open and honest with each other and how for meeting for Georgia. Very appreciated by our side. Welcome to Georgia. Thank you. It's always a pleasure. Finally. დღესვე ჯეიმს აპატურაი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს და ასევე პრემიერ-მინისტრს. ჩვენ ეხლა მიმყოფებით სახელმწიფო კანცელარიაში, სადაც დაგეგმილია მისი შეხვედრა 3 საათზე ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან. მადლობა, სოფო მაკაცარია საუბრობდა თემაზე.